მინდა წამოსვლა სამსახურიდან, მაგრამ რა გავაკეთო? და შემდეგ ხდება ეს რაღაც რომ კონტენტ კრეატორები და motivational speaker-ები რო არიან, ხო იცით? დილის 5 საათი ადექი და წადი ჯიმში ვარჯიშე და მაგას უსმენდი რა, მართლა წიგნების კითხვა უფრო მეტი წიგნის კითხვა დავიწყე. უარი ვთქვი ყველაფერზე 6 თვის განმავლობაში და ესე ვთქვათ locked-in გავაკეთე, რომ მეთქი აი ხო ამბობენ ამებს, რომ ესე გააკეთე. ვწდი რა გამოვა, ნახოთ რა გამოვა. იქნება და რამე იდეა მომივიდეს. იდეები არ მომდიოდა, ანუ გავიდა 3, 4, 5 თვე და მაინც ყველაფერი ვერ მოვიფიქრე და მეთქი სამსახურიდან ხوار წამოვიდა. სამსახურიდან წამოვიდე და დავიწყო ოცნებების ასრულება. დავიწყებ მოგზაურობას და თან YouTube-ს გადავიღებ. დავიწყე მოგზაურობა, YouTube-ის გადაღება და ვიმოგზაურებ ბოლო 2 წელიწადში 34 ქვეყანაში. რამდენს გაქვთ ოცნება, რომ იმოგზაუროთ სოფლიოს გარშემო და აკეთოთ ის, რაც გინდათ. რაც დრო გადის უფრო და უფრო ისეთ ადამიანებს ხვდები, როდესაც მოგზაურობ, რომლებმაც მაგას მიაღწიეს. და ყველას ვეკითხები და ანუ არც ერთი არ არის ხოლმე კონტენტ კრეატორი, რა ყველას აქვს თავისი რაღაც ნიშა, თავისი რაღაც განხრა, რაც იპოვეს ნელ-ნელა, რომ იმ ოცნებისთვის მიეღწიათ, რასაც მე მივაღწიე.